მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სკროლვას კრინვის სააგენტოს შემაჯამებელ ბრიფინგს და გაგაცნობთ ამ ერთთვიანი მუშაობის შედეგებს. გეტყვით, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში გამოვლენილია 3000 გინების ფაქტი, 6500 ოფიციალური წყევლის ფაქტი და მთავრობაზე აღადავებული და დამცინავი 1,250,000 ფაქტი. მოგახსენებთ, რომ ჩვენ დავაკავეთ მოქალაქე GХ, რომელმაც GJ-ს დაუწერა DDШC. აგრეთვე მოქალაქე SD დაჯარიმებულია 5,000 ლარით გინების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს კომენტარები უკვე წაშლილი ჰქონდა, ჩვენმა გამომძიებელმა ოპერატიულად გახსნა დანაშაული. მოქალაქის კლავიატურაზე გაცვეთილი იყო განსაკუთრებით 2 ასო T და Q. მოქალაქემ ბრალი აღიარა. დაჯარიმებულია მოქალაქე NM, რომელმაც დეპუტატ თორნიკე ფაღავას დაუკომენტარა შე არ გასაზრდელო. საქმე არა მარტო წყევლის, არამედ მცირეწლოვანის დისკრიმინაციის მსვლელობის მუხლით აღიძრა და გადაეცა სასამართლოს. მოქალაქე ZK წყევლისთვის შენ დაგეცა მეხი, დაჯარიმდა 1500 ლარით. ხოლო მოქალაქე JS იგივე წყევლისთვის შენ დაგეცა მეხი, დაჯარიმდა 3500 ლარით. რადგან მეორე მეხის შემთხვევაში თვითონ მეხის ამპერაჟი და ვოლტაჟი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პირველი მეხის შემთხვევაში. მოგახსენებთ, რომ პრევენციის მიზნით ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კუთხეების მიხედვით. მაგალითად, მაღალია ჯარიმა თუ წყევლა იპოსტება გურიიდან, რადგან გურული წყევლა ყველაზე სწრაფად მოქმედი და ახდენადია. აგრეთვე გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ დავაკავეთ კაცი, რომელიც შუათითს უქნევდა ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს. მაგრამ დაკავებისას ის აღმოჩნდა პატიოსანი დურგალი, რომელსაც მხოლოდ ერთი თითი ჰქონდა ხელზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს წყევლის, ლანძღვის და გინების ერთთვიანი და 90 დღიანი პაკეტები. 90 დღიანი პაკეტის ღირებულებაა 5,000 ლარი, რაშიც შედის უსასრულო ლანძღვის წუთები, ულიმიტო გინების კომენტარები და 1000 უფასო წყევლა. ახლა გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი კრიმინალი დამნაშავის აღიარებითი ჩვენება, რომელმაც დაწყევლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე მოქალაქე GX-ს Facebook პოსტის ქვეშ შემთხვევით შემომეწყევლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. კონკრეტულად კი დავწერე: ბიძინა შენ არ გაიხარე. რაზეც მინდა გითხრათ, რომ გულწრფელად ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს და მზად ვარ დღესვე გამოვასწორო ეს შეცდომა და პირდაპირ ეთერში ვთქვა: ბიძინა, მიყვარხარ და მენატრები. ასევე ვიტყვი, რომ ბიძინა არის ღვთისკაცი, ყველასათვის სანატრელი პიროვნება, ქველმოქმედი, ფილანტროპი, ექვთიმე, ილია, ცოტნე დადიანი, სულხან-საბა ორბელიანი და თუ ვინმე კაი გვყავდა ყველა ის. ასევე მზად ვარ მისი ყველა ვიდეო დავალაიქო და დავაშიარო. ისა, თუ გადაიღეთ, ამდენი რო შევაქე ბატონი ბიძინა, პრემიერად როდის დავნიშნავთ? და ბოლოს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ დაიშჯება და ფულადი ჯარიმა დაეკისრება ყველას, ვინც მთავრობის ახლანდელ ან ყოფილ წევრებზე რაიმე ცუდს დაპოსტავს და აკომენტარებს და ზოგადად იტყვის. გარდა ერთისა, იმერც რაც გინდათ ის დაუძახეთ. დიდი მადლობა. ეს გახდათ სკროლვას კრინვის სააგენტოს სპეციალური ბრიფინგი. ყოველი ახლად გამოვლენილი დანაშაულის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.